მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ორშაბათია და ტრადიციულად ჩვენი სტუდიის ეთერშია გადაცემა ანალიტიკა, რომელსაც მე თენგო ომანიძე, მერაბ ჩიქაშვილი და წარმოგიდგენთ და ჩვენთან სტუმრად იქნება ჩვენი მეგობარი, ფილოსოფოსი, უკვე ტრადიციული სტუმარი შეგვიძლია, თანაწამყვანი შეგვიძლია უკვე გიწოდოთ. ცოტნე მარღია. გვინდა გადაცემა დავიწყოთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბიც, რამდენიმე წუთის წინ შეგვიძლია ვთქვათ ეს მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. გელა უძილაურმა, რომელიც როგორც მოგიხსენებათ, არის ალბათ ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული გახმაურებული დანაშაულის ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაარღვია დუმილი, აქამდე ის იყენებდა დუმილის უფლებას, მან დაარღვია დუმილი და მისცა ჩვენება სასამართლოს, ჩვენება, რომელიც აბსოლუტურად თავდაყირა აყენებს ყველაფერი იმ ვერსიებს, რაც ჩვენ აქამდე გვქონდა მოსმენილი, კერძოდ უძილაურის ჩვენებით დასტურდება, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა შეკვეთით და ანგარებით მკვლელობასთან, რასაც პროკურატურა ამდენი ხანი რა ვერსიასაც ასე ვთქვათ იზიარებდა და რის დამტკიცებასაც ცდილობდა, არამედ როგორც ჩანს გელა უძილაურს ჰქონდა პირადი მოტივები იმისთვის, რომ ესროლა ლევან ჯანგველაძისთვის. მე მინდა სანამ აი ამ თემას დავაკომენტარებთ, მოვისმინოთ ეს ჩვენება, რომელიც პირველმა ასე ვთქვათ სიუჟეტში უკვე დაიდო ყველა საინფორმაციო და მოდით მოვისმინოთ რა ჩვენება მისცა უძილაურმა სასამართლოს. 2022 წელს ვიყავი უკრაინაში, სადაც გავიცანი და დავმეგობრდი სერგეი ბონდარენკოსთან, რომელსაც ჰქონდა ბიტკოინების ქარხანა, რომელიც ქართველმა კრიმინალებმა წაართვეს. ასახელებდნენ ჯანგველაძეებს. მე ვკითხე სერგეის თუ შეეძლო დავეკონტაქტებინე ლევან ჯანგველაძესთან და სკაიპით ვესაუბრე. დაგვითქვეს შეხვედრის ადგილი და ძალიან ცუდად მოგვექცნენ. გასაზიზღრებული დაგვტოვეს. მაინტერესებდა ლევანის პიროვნება, მაგრამ მას სულ კარგი მესმოდა და მიკვირდა, იმიტომ რომ მე უზომოდ შეურაცხყოფილი დავრჩე. ადამიანი ძახს რომ ჯოხს დაარტყამს, იმასაც აქვს ღირსება და მეც ხო ადამიანი ვარ და შეურაცხყოფილი ვიყავი. ვიცოდი რომ ლევანი იშვიათად ჩამოდიოდა, მაგრამ ისიც ვიცოდი, სად ცხოვრობდა. დალაპარაკება მინდოდა, ჩემს ადგილზე ეს ყველას მოუნდებოდა. დალაპარაკების ფორმას რაც შეეხება, ვფიქრობდი რომ მე თქვა, როგორც შენ მოგვექეცი, მაგის საჭიროებას არ წარმოადგენდა თქო. მინდა დავიჯერო რომ შენი ბანდის წევრებისთვის ეგ მითითება შენ არ მიგიცია თქო. კონფლიქტს მასთან არ ვაპირებდი. 13 მარტს მქონდა საუბარი სერგეისთან, რომელმაც მითხრა, რომ ლევანს დაიღუპა ახლო მეგობარი. მეც ვიფიქრე, რომ ლევანი შეიძლება ჩამოსულიყო. ვთხოვე სერგეის გარდაცვლილის სახელის გაგება და პანაშვიდის მისამართიც მითხრა. 13 მარტს ვნახე მე ეგ მისამართი. ვიცოდი, რომ დასაფლავება შაბათს იყო და ვიფიქრე, რომ ლევანს ვნახავდი. პარასკევს საღამოს 6 საათზე გამოვედი სახლიდან. კლასიკური ჩასაცმელი მქონდა. ხელში მეჭირა რაიონში წასაღებად ცელოფანი და მქონდა იარაღი, რომელიც გარდაცვლილმა მეგობარმა მაჩუქა, რომლის წაღებაც მინდოდა რაიონში. მაგ დღეს უკრაინელი გოგო უნდა მენახა, პროგრამისტის სვეტა, გვარი არ მახსოვს. მასთან შესახვედრად მივედი უნივერსიტეტის ქუჩაზე. მითხრა ბაგებში ვარო. გოგოს სანახავად მივდიოდი და ქურთუკი გავიხადე, ცელოფანში ჩავდე და იქვე დავტოვე. საბოლოოდ ვერც სვეტას შევხვდი, ვეღარც რაიონში წავედი და მივედი ჭავჭავაძეზე. იქნებ დღეს ლევანი მოვიდეს ჯანგველაძე თქო. რთული მოსაყოლია ეს ყველაფერი. გზაზე ფეხით ვიარე. ავტობუსითაც ვიმგზავრე, ტაქსითაც და მივედი იქ, სადაც ეს უბედური ამბავი მოხდა. ლევანმა მისამართი მკითხა. არ ვიცი თქო. ხმაზე ვიცანი და ავღელდი. იქვე მინდოდა მეთქვა, რომ რაც გაგვიკეთე მაგის საჭიროება არ იყო თქო, მაგრამ აღელვებული ვიყავი და კონფლიქტში რომ არ შევსულიყავი მოვიცადე. სანამ პანაშვიდიდან ჩამოვა თავს დავიწყნარებ თქო. რომ ჩამოვიდა თან ახლდა მეორე პირიც. ავდექი ფეხზე და იმ წუთში ვფიქრობდი. ამ ფორმით არ მინდოდა ლევანთან მისვლა, რომ შენ ერთი წუთით ლევანმა თითქოს რაღაც შეილაპარაკა. თითქოს ვეცნე და იქნებ გამომელაპარაკოს თქო. რომ გამოიარა შემომხედა, მაგრამ არ გაჩერდა და წავედი ლევანის მიმართულებით. შემოტრიალდა ეგეც და ძანძავაც და გზა გააგზელეს. დაძახებას ვაპირებდი უკვე და რესკად შემოტრიალდა და შემომხედა. მაგრად დავიძაბე. მე ხომ სისასტიკე ჩემს თავზე მაქვს გამოცილი და წამში ვიფიქრე, რომ ახლა იარაღს ამოიღებს თქო. ზუსტად ისეთი თვალებით მიყურებდა, როცა სკაიპში რომ მითხრა, შენ მოგაქცევენ ყურადღებასო და თავი ვეღარ გავაკონტროლე. მეგონა ხელში დავჭრიდი. მონასტერში რომ ავედი, ვფიქრობდი იქნებ სასწრაფო მალე მივიდა და გადაარჩინა თქო. ვფიქრობდი პოლიციას ჩავბარებოდი. რომ ჩამოვედი სასტუმროში შევიარე, რადგან ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მაინტერესებდა და იქ გავიგე რაც მოხდა. მე კიდევ ვცდილობდი იმ სვეტას ნახვას. თან მინდოდა გიორგი ჯოხაძესთან დარეკვა, იმიტომ რომ ადამიანებს რომ რაღაც უბედურება დაემართება, ხო ვიცით ვიღაცასთან დარეკვა. ზუსტად არ ვიცოდი გიორგის რა ნომერი ჰქონდა და სასტუმროდან მამუკა ბაღდავაძესთან წამოვედი. ვიფიქრე გიორგის ნომერს მას ვკითხავდი. ჭკუა აღარ მომეკითხება თქო და გაზიარება მინდოდა ამის გიორგისთვის. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ პასუხისმგებლობას თავი ავარიდო. მოვისმინეთ, პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ სკანდალურია ეს ჩვენება იმ გაგებით, რომ რაც ჩვენ აქამდე მოგვისმენია, რაც ჩვენ აქამდე გვინახავს, რა ვერსიები აღარ მოვისმინეთ, ხო, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, რომელიც შეიძლება
ბიზნეს დავას უკავშირდებოდა, მე აღმოჩნდა რომ ამ გარდაცვლილს საერთოდ აქ ბიზნესი არ ქონია. შემდეგ იყო ვერსია რომ რომელიღაცა წარსულში 2013 წელს მოკლული კანონიერი ქურდის ოჯახმა შეუკვეთა ეს მკვლელობა და ამით არ ვიცი ვინც თვითონ ამ ვერსიას ამუშავებდა და ამ ვერსიას თავაზობდა საზოგადოებას ვერ ხვდებოდა რომ თვითონ აი გარდაცვლილს რამხელა ასე ვთქვათ რეპუტაციულ ზიანს აყენებს ხო თუნდაც ამითი რომ ეხა კანონიერი ქურდით ან ვიღაც უბრალო ქურდზე კი არ არის უსოიანზე არის საუბარი მისი ოჯახი თურმე დაპირისპირებაშია და აი 1000 ყველა სხვა ვერსია მოვისმინეთ ამდენი ხნის განმავლობაში ეს ადამიანი ვისაც ბრალდება ამ მკვლელობის ჩადენა და ის არის ბრალდებული მიუხედავად აი ამ ჩვენებისა და ჩვენ მას არ მოიხსენიებთ არც დამნაშავედ არც მკვლელად ასე შემდეგ იმიტომ რომ მის მიმართ არ არის ანანაირი კანონიერ ძალის შესული გადაწყვეტილება სასამართლოსი ის მას აქვს დღემდე ბრალდებული სტატუსი, მაგრამ აი ამდენი ხანი ეს ადამიანი ინარჩუნებდა დუმილს, ის არ ამბობდა არაფერს და რაც მან დღეს თქვა და რა ჩვენებაც მან დღეს მისცა სასამართლოს, აბსოლუტურად ყველაფრისგან განსხვავდება რა ჩვენ აქამდე მოგვისმენია, თავდაყირად გება მთლიანად ეს საქმე, მთლიანად პროკურატურის ვერსია. ყველა ის ადამიანი, ვინც ამ საქმის გამო არის დღეს დაკავებული და ვიცით ჩვენ რომ არის დაკავებული 5 პირი, ასევე ბრალდება აქ წაყენებული ბრალი აქ წარდგენილი სხვა ადამიანებსაც პრაქტიკულად გამოდის რომ ისინი არაფერ შუაში არ არიან მართლა. აი თენგო მე ზუსტად აქენა მითხრა დამეწყო და მეთქვა. ის კი არა რომ აი შერასაც ამბობ ხა რომ ამ ჩვენებამ თავდაყირად დააყენა პროკურატურის ვერსია. ამ ჩვენებამ ასევე სიმართლე და უდანაშაულობა განსაკუთრებით გიორგი მიქაძის, რომელიც აეხლა საჯელ სიხდის ნომერ 6 საპრობილეში მისი დაკავებულია, რომელიც სწორედაც აი ამ ბრალდებით რომ ის იყო ერთ-ერთი თურმე ორგანიზატორი, მისი ძმა დავით მიქაძე, რომელსაც ბრალი აქვს სწორედ ასე წარდგენილი და დავით მიქაძე პირად ზუსტად გამოვიდა რამოდენიმე კვირის უკან ეთერში და თქვა რომ ამ სიმართლე აუცილებლად დამტკიცდებოდა და აი მან რაც ილაპარაკა სწორედ ამასაც ამტკიცებს აი ეს ჩვენება დღეს უძილაურის ამ ადამიანის რომელმაც როგორც აღიარა და რა ფორმითაც აღიარა და რასაც ყდება ის რომელ ღირსების შელახვაც ყובה ეს რა თქმა უნდა შემდეგ სასამართლო მონანჯეოს აი ამ ჩვენებამ ასევე ამტკიცებს უდანაშაულობას ყველა იმ ადამიანის ვინც აი ამის გამო დღეს ნაწილი ბრალდშია მიცემული და იმყოფებია საპატიმროში და რაც ყველაზე მთავარია აი ამ ჩვენებამ ის რაც ხდებოდა ბატონი კოტე მიქაძის თავზე და მისი ოჯახის თავზე მე შეგნებულად და ჩვენ ვიცით და თქვი კიდევაც მე შეგნებულად აი ამ პერიოდის განმავლობაში არც ეს ტრიბუნა გამომიყენებია არც გვითხოვ ჩვენა გარდა იმისა რომ ჩვენ აქ მოვიწევით ადვოკატი ირაკლი ზაქარიაშვილი რომელმაც შეთან გადაცემაში სწორედად ზუსტადაც ლაპარაკობდა იმ მტკიცებულებებზე იმ უვარგის მტკიცებულებებზე და საერთოდ არანაირ მტკიცებულებაზე რომელიც პროკურატურის გონა აქამდე მოვიწევით იმიტომ რომ თავად მე არასოდეს და ყველამ კარგად იცის და ჩვენ კარგად ვიცით არაერთხელ გვითხოვს ხო ის რაც კოტე მიქაძის თავზე ხდებოდა აი ამ განმავლობაში და დღემდე ხდება სხვათა შორის სიმართლე აუცილებლად გარკვევა ბოლომდე ის რაც ხდებოდა და ის როგორც აი ამ ერთი ადამიანს აი ოჯახზე დაკავშირებით ხდება აი ეს თუ რა გაიარა კოტე მიქაძე მისმა ოჯახმა რას გადის დღემდე გიორგი მიქაძე იქ როცა ესე უდანაშაულობრალით იმყოფება იქ ხო დამტკიცდა საზოგადოებამ ხო გაიგო შეგნებულად ხმას არ ვიღებდი არც მე არც არავის თხოვდა მით უმეტეს ამ სტუდიაში გარდა იურიდიული ადვოკატებთან ურთიერთობის და არ შეიძლება ეს არ ითქვას როდესაც ჩვენ ლაპარაკობდით და გვინდოდა რომ ხალხ საზოგადოებას გაეგო რა პირიქით რა წილისამების კამპანია მოდიდა რაც გაიარა კოტე მიქაძის ოჯახმა ან ეხლა რაც გადის მერტი მაღალია კი ბატონო მაგრამ ამას ყველაფერს ჭირდება საბოლოოდ სწორედ ეს არის აი შვენება რომელიც და სხვა ერთი რამე უნდა ითქვას გელა უძილაურმა არც ყველა მისვლაზე პროკურატურის იმაზე დაკითხვაზე უარი ხო და მან თქვა რომ ის იტყოდა სიმართლეს მხოლოდ სასამართლოზე დღეს გელა უძილაურმა სასამართლოზე მოყვა ის ყველაფერი რაც საზოგადოებამ ეხა ნახა ჩვენი ვიდეოთი და რასაც კიდე გაიგებს დეტალები და რაც გახდება ცნობილი მაგრამ ის თუ რა გაიარა კოტე მიქაძის ოჯახმა ის თუ რას გადის ხო თუნდაც ეხლა გიორგი მიქაძე იქ რომელიც ამბობდა კიდევაც და მე ვიყავი სასამართლოს რომელსაც უთხრა პროკურორს პირდაპირ უთხრა პროკურორს მოსამართლეს ორადორის ფრაზა თქვა გიორგი მიქაძემ პირველ სასამართლოზე ერთი რო თქვა მოსამართლეს უთხრა რომ მე მაფრთხილებდე და მეუბნებოდე რომ გადი ქვეყნიდან
და რატო უნდა წავსულიყავი ქალბატონო მოსამართლეო იმიტომ რომ მე საერთოდ უდანაშაულობა და არ წავიდა არაერი და გამოძიებას არ წავიდა და ის შეგნებულად წავიდა აი ამ გზაზე და ის გზა რასაც ახლა თუნდაც ის გადის იქ და გადიოდა ეს არის მართლა საკმაოდ ისეთი მძიმე გზა და მეორე ბოლოს როდესაც პროკურორმა თქვა რომ ის ამ საქმეს გამოიძიებს ყველა მტკიცებულები და ასე შემდეგ და მთელი უზარმაზარი მონოლოგით გამოვიდა ბატონი პროკურორი გიორგი მიქაძემ მათ გადაუთხრა მაშინ თქვენ მოგიწევთ თუ ასეთ ობიექტურობას ამ მაგში მოგიწევთ თქვენ მე გამიშვათ სასამართლოდან სახში აი ეს თქვა უძილაური სამჩვენებამ და შეგნებულად არ ვამბობდი არაფერს არც არასოდეს ჩვენ მაგრამ ეხლა უკვე აი ამ სამართლებრივ ფორმას რასაც ქვია, იმიტომ რომ თავარი ბრალდებული ვინც არის და ვინც აღიარა უკვე, იმასაც კი არ ვამბობდით რომ ეს კაცი გასო ჩვენ თქვით კიდევაც რომ ეს არის არ არის ჯერ იყო საუბარი რომ ის არ დუმილის უფლებას იყენებდა. აი ამ გელა უძილაურის ამ ჩვენებამ თავდახირა კანავარტო პროკურატურას არამედ სიმართლე რომ უდანაშაულოდ იხდის ეხლაც არის საპყრობილეში გიორგი მიქაძე და რა ხდება დავითი მიქაძესთან დაკავშირებით და ასევე გიორგი ჯოხა მინოდა ასევე კიდე ერთი რამ უნდა ითქვას ხო? როდესაც საუბარი იყო რომ თურმე ეს ხან იყო შეკვეთილი იგივე თქვა ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ანუ ამ ადამიანებს დღეს ხო ნათელი გახდა რომ საერთოდ არაფერ შუაში არიან საერთოდ არაფერ შუაში არიან პროკურატურის იმ ჩვენებიდან გამომდინარე ვინც ყავდათ საქმეში ვიღაც ბერძენიშვილი და რა ქვია ვიღაცა კიდე რომელიც სასტუმროს თანამშრომელი რომელიც ფაქტიურად ამბობდნენ რომ კი მიქაძეებს საერთოდ არ იცნობდნენ ხო არც გიორგი ზარდა მაგრამ ვიღაცისგან გაგებულია აი რა შუაშია ეს ხო არ იყო ეს ხო არის მიზანმიმართული კამპანია იყო მიმართული ამ ოჯახების მიმართ იგივე ოთარ ფარცხალაძეს იგი აღარაფერს კოტე მიქაძემ რაც გაიარა ხო ადამიანმა რომელსაც აი ყოველ დღე ჩვენ მასთან ურთიერთობა გვაქვს მე პირადად და უყურებ რა მდგომარეობაში ეს კაცი და როგორ იყო დარწმუნებული და როგორ ვიყავით ჩვენ ყველა დარწმუნებული რომ არაფერ შუაში არ არიან აქ საერთოდ არაფერ შუაში არ არიან და გელა უძილაურმა თვითონ ამბობს ამ ჩვენებაში რომ საერთოდ არ იცნობს არც გიორგი მიქაძეს არ დათო მიქაძეს მე რა უბრალოდ რო არ დავამნიოთ მაყურებელიც აი სასამართლო წარმოება როგორ ხდება რა პრინციპებით ხდება აი ეს რო ავხსნა და რატო მიმაჩნია მე პირადად და დარწმუნებული ვარ შენც იგივე განცდა გაქვს რომ აი ეს ჩვენება მართლაც არის ის რაც უნდა გახდეს უდანაშაულო დაკავებული ადამიანების გათავისუფლების საფუძველი რომ აი ხო კი შეიძლება ვიღაცა მეჭვით შეიტანოს ხო მაგაში და თქვას რომ იქნება და იტყუება უძილაური იქნება და სიმართლეს არ ამბობს მოდი პირველი ვთქვათ ის რომ ეს ადამიანი აღიარებს დანაშაულს არ მიდის თანამშრომლობაზე პროკურატურასთან რასაც მას თხოვდნენ რომ დაადე იქ ვიღაცებს ხელი და ამით შეგიმსუბუქდება არა ის ამბობს რომ არ მჭირდება შემსუბუქება მიდის ვამბობს სიმართლეს რაც იყო ამით ის იყენებს საკუთარ თავს როგორ მდგომარეობაში სამუდამო პატიმრობაზე ხო მიდის და მიდის სამუდამო პატიმრობაზე მიდის კაცი ამ განცხადებით ეხლა ვინ შეიძლება დაიჯეროს რომ ზეწოლით აქვს ეს ყველაფერი ნათქვამი ეს ერთი და მეორე აი უშუალოდ სამართალ წარმოება ჩვენ ესე გვასწავლეს და ეს არის დაფუძნებული არის შეჯიბრებითობის პრინციპზე ეს რას ნიშნავს რომ როგორც ბრალდების მხარე ისე დაცვის მხარე წარმოადგენს საკუთარ მტკიცებულებს ანუ ორივე მხარეს როგორც სასწორის სპინაზე იდება არგუმენტები და რომელი არგუმენტი გადაწონის აი ეს არის სასამართლოს არსი საერთოდ ხო აი ხო გვინდა თემიდასაც ის იმიტომ უჭირავს ის თუმცა ხო ბოდიში გეჭრებით მაგრამ მტკიცებით ტვირთი ამ შემთხვევაში ბრალდების მხარეს ზოგადად არის რა თქმა უნდა მტკიცების ტვირთი არის ბრალდების მხარეს მაგრამ აი რო წარმოვიდგინოთ ეხლა დღეს აი ამ მომენტისთვის დღევანდელი ჩვენების შემდეგ რა დევს აი ამ სასწორის სპინებზე ერთ მხარეს დევს ვინმე ბერძენიშვილის და სასტუმროს თანამშრომლის ჩვენება რომლებმაც თქვეს რომ ჩვენ გავიგეთ ვიღაცა როგორ ეუბნებოდა მეორე ვიღაცას რომ იმ ადამიანს ვიღაცასთან აქვს რაღაც კავშირები აი ეს დევს ერთ პინაზე მეორე პინაზე დევს ადამიანის რომელსაც ბრალდება ეს დანაშაული მისი სიტყვები მისი გამოსვლა მისი აღიარებითი ჩვენება რომ დიახ მე ჩავიდინე და ამიტომ ჩავიდინე. ეხლა რომელი უფრო წონადი არგუმენტია მოსამართლისთვის, რომელიც არის წესით აბსოლუტურად ნეიტრალური, ის უყურებს აი მართლა რომელი პინა გადაწონის, რომელ მხარეს უფრო მეტი არგუმენტი უყურდება, აი რომელი უფრო წონადი არგუმენტია ძვირფასო მაყურებლებო ამას იურიდიული განათლება არ ჭირდება ალბათ რომ მიხვდეს. და ყველაზე მეტი მორალური მხარე ავიღოთ. სასამართლო ბუნებრივი ამაზეც ფიქრობს, ხო და ერთ-ერთი როდესაც ადამიანს გინდა უმტკიცებ რას და უშვებ პატიმრობაში და თუნდაც თავისუფლებაზე. აქ ხო არის მორალური მხარე, იმიტომ რომ ზიანის მიყენება შეუძლია როგორც გაუბედურებას ტყუილს, ასევე სიხარულსაც, ხო? აი ეს ყველამ კარგად ვიცით რომ ხდება ხოლმე მომხდარ ახ. აი ახლა მაგ ჩვენებიდან გამომდინარე, ხო? ეხლა უბრალოდ ვამბობ ხმამაღლა და კიდევ ერთხელ ვამბობ, ანუ დიდი ხანი
მთელი ამ ძიების პროცესში რაც მიდიოდა საქმე, მე პირადად ვიყავი ჩუმად, მით უმეტეს ძალიან ბევრი რამ მქონდა სათქმელი, მაგრამ ჩვენ ცდილობდით რომ იურიდიულად გავყოლოთ, მაგიტო იყო ირაკლიც მოსული თქვა ზაქარიშვილი ადვოკატი და სხვათა შორის ვაპირებთ ამ საქმესთან დაკავშირებით და ზოგადად სამართალთან დაკავშირებით ბევრი იურისტი ადვოკატი მოვიწვიოთ. უყურე ხარ არ. თუნდაც გავყვეთ იმ თქვა აი იმ ჩვენებებს, რაზეც იდგა პროკურატურა. ერთი ადამიანის ჩვენება იყო, ეხლა მიკითხავს უსო პროკურატურას და იგივე თქვა არის თუ არა ეს სილისამება? ეს კიდე სხვა თემაა, ხო? ეს არის თუ არა სილისამება, ეს კიდე სხვა თემაა. ანუ მათი ჩვენება თუ არის ეგრეთ წოდებული და სრულ ინფორმაცია. აი ახლა ამ ჩვენების საფუძველზე რას ვეუბნები ჩვენ? ანუ ის კაცი, რომელიც ჩვენებას პროკურატურის მთავარი მოწმე იყო, ახსენებდა ოთარ ფარცხალაძეს, კი ბატონო. გიორგი მიქაძეს, დათო მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. აი კითხვას ვსვავ. ამ ადამიანების მიმართ მთელი ამ დროის განმავლობაში, როცა მთავარმა ბრალდებულმა, რომელიც აღიარებს დანაშაულს, ის შეთქმის არ იყოს ხო ამბობს, მე არ მომიკლავს და ის ხובה ყველაფერს, სხვა შორის არც ველოდიო, ანუ მას ხონდა ეს და არავინ არ იცის რა კიდე ამ კაც გავლილი, როცა ღირსების შელოხვაზე და ეგრეთ წოდებულ ცემაზე და სკოჩები დამაზე ლაპარაკობ ჯანგოლაძის მხრიდან. მაინტერესებს ახლა ეს პროკურატურა და ეს კაცი, რომელიც ჩვენებას ამბობდა, მთელი ამ 14 მარტიდან ხო მოდის ეს ტელეპიარ პროპაგანდად კამპანია. ოთარ ფარცხალაძის ოჯახს, მას პირადად გიორგი მიქაძეს, მის ოჯახს, იმიტომ რომ გიორგი და დათო მიქაძეები ეს ალკე ინდივიდებია, რომელსაც თავიანთ ოჯახები ყავთ. საკმაოდ თავის სოციალური რაღაცა შექმნეს ამ ადამიანის თავის ცხოვრებაში. კოტე მიქაძის ოჯახს იგივე სხვა ადამიანებს, ან რომელს რას პასუხობს, რას ეუბნება. მე არ ვამბობ, რომ დღეს უნდა გაიღოს კარები და გამოვიდეს. ეს კიდე პროცედურული საკითხია, მაგრამ და არც ვერევი თამაში, რაზე ლაპარაკი. რას ეუბნება ხვალზე? ეს ადამიანები სულ ჩვენება არის თუ არა? ამ ადამიანებს ღირსების შელოხვა კი არა. არ ვიცით, ღმერთს არ უსურვებ, ტერს არ უსურვებ. და ღმერთს არ უთხოვ არავისე რომ ის გაიაროს ყველაზე დიდი მტერი რო იყოს ჩემი პირადად ის გაიაროს რაც კოტე მიქაძემ გაიარა ან იგივე ოთარ ფარცხალაძემ გაიარა და მისმა ოჯახის წევრებმა და სხვა ადამიანების ანუ ამაზეა ლაპარაკი და სად მიდის ის ხალხი ვინც გიჟივით ზოგიერთები კიდე ვიდეო მიმართვებს რო წერდნენ ეგ არის საინტერესო იმიტომ რომ მან შეიძლება როგორი თემა იცი რომ სამართლებრივად ამ ხალხმა შეიძლება თავი და მე არ ვიცი ხა კიდე ერთხელ ვამბობ ეს იურისტების ამ საქმეში ჩართული ადამიანების მათ შორის გამოძიების გადასაწყვეტია ვინ იყო იქ რა კატეგორიაში შეიძლება გავიყვანოთ სრუდასმენა იყო ეს თუ რა იყო არ ვიცი მაგრამ ну ცხადია ხა სამართლებრივად არ გამოურიცხავ შეიძლება დაიზრუნონ იქ თავი და თქვან რომ აი მე ეს ჩემი ვერსია ვთქვი უბრალოდ კაცო და მე უბრალოდ მტკიცებით ფორმაში კი არ მithქვამს ასე ვარაუდობდი და იმიტომ მივეცი ეს ჩვენება სასამართლოს შეიძლება სამართლებრივად თავი გამოიზრუნონ მაგრამ არ ვიცი ხა აი მართლა მორალური ადამიანური პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს როდესაც ესე წამებ ადამიანს ცილს სხვის სისხლს მართლა ესე აწმინდა ზევიდან და აი ფაქტიურად უნადგურებ ადამიანს ყოველგვარ რეპუტაციას ხო მართალია აი როგორ უნდა მოხდეს მე აი ამ ყველაფრის უკან რეაბილიტაცია არ უნდა დადგეს როგორ უნდა ააგოს ამ ხალხმა პასუხი ან როგორ უნდა შეხედოს მათ თვალებში ვინმეს აი ეს არის აქ ამ შემთხვევაში გასაკვირი სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ მოწმეობაზე ცალკეა მაგრამ ხო მაგრამ ეგ როგორი დასაჯერებელია ხო რომ ვიღაცამ უბრალოდ თავისი ვერსია მოყვა და მე მაინც და მაინც პროკურატურა მაინც ეგ ვერსია შეიძლება რა თქმა უნდა აი ფაქტია ხო ადამიანი ეგ ხო ეხა უყურეს კი სკანდალური ინფორმაცია არის საზოგადოებისთვის იმიტომ რომ შეიძლება ნაკლებად იყოს საქმეში ჩახედული ინტერესთან გამომდინარე არ აინტერესებდა და არ იცის შიგნით რა იყო და უშუალოდ ინტკიცებულებებზე რომ საუბრობთ ხო ჩვენ ხო ვიცით აგერ ირაკლი ზაქარიშვილსაც ადვოკატს როდესაც უსმენდით ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ ხო ვიცით რა მტკიცებულებებით იყო პროკურატურა წარმოდგენილი ამ შემთხვევაში ბრალდებულების მიმართ ხო ანუ არანაირი მტკიცებულება ფაქტობრივი მტკიცებულება იქ არ იყო გარდა იმისა რომ ვიღაცას რაღაცა ელანდებოდა რაღაცა დაპირისპირებები როგორც აღმოჩნდა მერე და თავის ჩვენებებში ეს უწერია და ასევე ვიღაცა გარდაცვლილი ადამიანების ღმერთმა ცხოვრობს ყველა მაგრამ აი იმათ რომ სადღაც როდესღაც მოუყვა და ვერასდროს ვერ გავიგებთ მართლა ვინმე რამე მოუყვა თუ არ მოუყვა ხო? ამის გარდა რაღაც და კიდევ ერთი რაღაცა Facebook პროფილის ჯონათანი რომელიც დღეს აღარ არსებობს, აი ამ Facebook პროფილზე დაწერილი რაღაცა, რა ვიცი, აი
იმაში უყვართ ხოლმე ამათ საუბარი 37 წელს რომ ისინი დანოცები იწერებოდა დაახლოებით აი მაგ ჟანრში დაწერილი ალიკვალი რო არ იყო ვინსი დაწერილი ვინ დგას ვინ იყო ამ პროფილის უკან კი არსებობს რაღაცა ეჭვები მაგრამ ანუ რაღაც ნიღაბ ქვეშ ასე ვთქვათ სახელის და გვარების გარეშე რაღაცა Facebook პროფილი სახელდახელო გახსოვ Facebook პროფილზე დაწერილი რაღაცა ტექსტების გარდა არანაირი მტკიცებულება საქმეში არ იყო ხო მართლა აი 37 წლებში ხდებოდა ეგრე ადამიანის გასამართლება ხდებოდა დარწმუნებული ხო, უყურე ისე თქვა მინდა რომ ვინც ამ საქმეს უყურებდით და ვეცნობოდით ისედაც ვიცოდით რომ ეხა ეს კაცი რომ გამოვიდოდა დღეს სხვა ვერაფერს ვერ იტყოდა ხო რა უნდა ითქვა ეხა რაც არ არის თუ მოიგონებდა და რაღაცა ზეწოლა იქნებოდა მასზე და ეგ სხვა ამბავია მაგრამ იყო ეგ რისკი მაგრამ თუ სიმართლეს იტყოდა ის უნდა მოეყოლა ხო აქ თავარი კითხვა რა არის უყურე ფაქტი არის რომ პროკურატურა სამართალდამცავი უწყებები უკვე მე რამდენი თვეა დგანან არასწორ კვალზე ხო ეგ მე მიჩნდება რა კითხვა რომ რანაირად მოხერხდა ეგ რანაირად გამოვიდა ის რომ პროკურატურას აი ახლოსაც კი არ გაუულია იმასთან დაკავშირებით თუ რეალურად რა ხდებოდა მაგ საქმესთან დაკავშირებით ანუ საერთოდ სხვაგან არიან ანუ რაღაცა ოდნავ მაინც რო იყოს გადაკვეთის წერტილები რაღაცა კიდე შეიძლება რაღაცა სადღაც შეცდა და სხვაგან ვერსიაც ქონდა მაგრამ აი ისითამ არა საერთოდ სხვაგან არის ვერსია ცოტენი ძალიან სწორად მიდიხარ და ერთი რამ მიცოდე არც ერთხელ პროკურატურას ის კი არა რომ კითხვა გასჩენოდა ანდა პასუხი კითხვა მიეღო რომ მოტივი რა უნდა ყოფილიყო აი მოტივი რა უნდა ყოფილიყო რომ გიორგი მიქაძეს დათო მიქაძეს ოთარ ფარცხალაძეს აი ამ ხალხს ვიც იყო ჩამორა მოტივი რაღაცა ხო უნდა ყოფილიყო რის გამო უნდა ეკნათ ეს აი მოტივი რომელზეც დღეს უძლაურმა აღიარა მოტივი ჩემთვის ნათელია უკვე კაცი ყვება ხო მე არ ვიცი ხა იმიტომ არ ვამბობ რა ეს კაცი გამწარებული კაცია და ერთი რამე დავანებოდო მოტივია ეს კაცი უკვე ასახელებს უკვე მოტივი იურისტი ხარ და ყოველთვის მინდა ნუ რამეს ვცდები სპექტაკლი რო იდგმება და ფილმი რო იდგება არის გამჭოლი მოქმედება ანუ მიზანსცენა გამჭოლი მოქმედება და ყველაფერი რაღაც მიყვება იმას რომ საბოლოო ჯამში რაღაც კვანძის გახსნა მოხდეს მოტივი ხო უნდა ყოფილიყო პროკურატურას ხო უნდა ეთქვა მოტივი ბიზნესი ქონდა თუ ვერ დაამტკიცეს ეს ბიზნესი მე მართლა მინდა ვთქვა და მე კიდე უძილაურის მდგომარეობა ვიდრე ამ აღიარებას იტყოდა სიმართლე ხო ეს ხო კაცმა აღიარა და მოყვა სიმართლე რაიმეში ეჭვი მე არ მეპარება არაფერში ეჭვი უკვე ისე დაალაგდა ეს ყველაფერი მით უმეტეს როცა ვიცოდით кайხანი რომ კოტე მიქაძის ოჯახი გიორგი მიქაძე დათო მიქაძე ოთარ პარცხალაძე რომელზეც რა არ თქვეს რა არ მოიხსენიეს მთელი 13-12 წელია მოკლედ ეს კაცი არ ჩამოდის არც ფოტო არც ვიდეო მისი სადაც იგივე გიორგი და დათუნა მიქაძეები არიან და ოთარ პარცხალაძეა მეც ახლოს ვიცრობ და ამაზე არაერთხელ კაცო ყვიროდი პირდაპირ ეთერში ვამბობდი და ვიცრობ ამ ოჯახს დიდი ხანია და მეც ამას გადაღებული ვიდეო და ფოტო მაგრამ ხო ხვდები რა იყო და ამ საქმეში მოტივი არ არსებობდა და მეტიც გიორგი უძისა გელა უძილაური დღეს ეს კაცი არამხოლოდ იმაზე გელა უძილაურის სახლი დედა და სახლი რო გადამწვარია და დედა რო გამოიყვანეს და ქალბატონი ელისო კილაძე ეს უნდა ითქვას ეს სიმართლე კაცო ქალბატონი ელისო კილაძე რომელიც ჟურნალისტური გამოძევით მიდიოდა ამ საკითხზე ის ქალი აღიარებს რომ მას პირადად არაფერი არ საერთოდ ხო ფარცხალაძესთან შეხება არ ქონია ოთარს არ იცნობს მაგრამ დათო მიქაძეს იცნობს მას და პირადად მიყვება სიმართლეს ხო თქვა რომ დამწვარია ამ ქალის სახლი ეს ირაკლი ზაქარიაშვილმა თქვა ადვოკატმა რომ დამწვარია ეს საქმე უდევს პროკურატურა საგამოძიებო სამსახურს და იციან ვინ არის ამის შემკვეთი ძლივს გამოიყვანეს 75 წლის ქალი ყველაფერი შევხედოთ მოდი ეხლა ესე არ არის მარტო რომ ამ კაცმა სიმართლე მოყვა და თქვა და შეხედე რა პირობებშია და მას ყოველ ღამე გაყავდა უძილაური ყოველ ღამე გაყავდა და არა მარტო უძილაური სხვა დანარჩენი რო ეთქვათ ალბათ ეღიარებინა რომ ეთქვა ის ეგ იყო რაც არ არის რომ ეგ არის რისკი ხო დათო გიორგი მიქაძე გიორგი ჯოხაძე და იქ რაღაცა შეკვეთი მკვლობაზე იყო საუბარი აი ერთ მნიშვნელოვან დეტალს გავუსვათ ხაზი უყურეთ რატო თქვი ეს თავიდანვე ხო ანუ ჩვენ ხო ვიცით რომ მათ შორის ამაზე ბატონმა დავით მიქაძემაც ისაუბრა რომ რამდენიმე აი მithume განსაკუთრებით აი ამ ყველაფრის შემდეგ რაც მოვყევით აი ჯონი ჯონათანი და პროფილების გაჩენის შემდეგ მთელი
მასმედია და სოციალური გვერდებიც მათ შორის დაკავებული იყო PR კამპანიით აი ამ ბრალდებულების წინააღმდეგ. ხო, ანუ ყველგან გვესმოდა რაღაცა ვერსიები, ხან ერთი ვერსია, ხან მეორე ვერსია, მე ამას თითქოს რაღაცა TV-ს მოусმენდა პროკურატურა და იქ რასაც მოყვებოდა, იმას აიღებდა და იმას წერდნენ საქმეში, ხო? დაახლოებით ეგეთი სამშობლოება რჩებოდა. ამ საქმეში ჩართული იყო როგორც აი ოპოზიციური ტელემედია კომპანიები, თუ რაღაც სააგენტოები თუ ასე შემდეგ, ასევე სახელმწიფო ვინც ითვლება, ხო? იგივე იმედი, რუსთავიორი და ასე შემდეგ, ხო? აი ეხაც ნებისმიერ მოქალაქე შეუძლია უბრალოდ მოძებნოს იმედის ან რუსთავიორის Facebook გვერდზე შეიხედოს და ამ ეხაც კი არ არის ინფორმაცია, აი გელა, ხო, აშუქებდნენ ამ საქმეს, ხო? ხო, დაკავებები ხო აღიარება, გელა უძილაურის არ არის გამოტანილი. არ უდევს TV იმედს ან რუსთავიორს ან ნებისმიერ სხვა, აი ხო ეს ხო მართლა მოხდა. აი ხო არა, მაგრამ TV-ს როგორც უდევს, ჩვენ გავუშვით ეს, იმიტომ რომ ნუ რას იზავენ ახლა ეს ჩვენება მისცა, მაგრამ სათაური რა უწერიათ, იცი? არა, გავიგე, არა. უძილაური დააწერო. ვინმე სვეტას, ანუ არა, ეგ დააწერო. გეგონება დაამაჯერებო. ეგ დააწერო. ამათმაც დააწერო როგორც სიმართლე ხო? რატო არ მიაქ ეს ინფორმაცია? როგორც ინფორმაცია? თუ ის ინფორმაცია წაიღო რომ დააკავეს ეს ხალხი და ბრალდებულები არიან ოთარ ფარცხალაძე და ვიღაცები. ანამ დააკავეს წინასწარ. ხო გამოაქვეყნეს ეს ინფორმაცია. ხო იყვნენ ამ საქმით როგორ არ უნდა იყო ამ ხელა ტელეკომპანია ხარ და ეს არის რაღაც ყველაზე გახმაურებული მკვლობა რაც მოხდა და ბოლო რამდენიმე წელია ქვეყანაში, ხო? ამ საქმეს როცა აშუქებ, ხო? არც რუსთავიორი, არც ტელეკომპანია იმედი ამ საქმეს რატო არ აშუქებს და გელა უძლეურ ჩვენებას რატო არ უყვება საკუთარ აუდიტორიას და მაყურებელს, ხო? აი ასეთ რაღაცებს, როდესაც ნახულობ, ხო, ანუ როგორ არ უნდა გაგიჩნდეს ის განცდა, რომ ეს იყო და არის და იმედია დამთავრდება ამის შემდეგ აღარაფერი აღარ არის უბრალოდ რაღაც უნდა მოეჭიდონ და რით როგორ უნდა გააგზავნონ ეს საქმე, თორე იყო აი აგორებული, ხელოვნურად აგორებული კამპანია ამ ხალხის წინააღმდეგ და რა იყო ამის უკან, ვინ იყო ამის უკან და რატო იყო ამის უკან, ალბათ ესეც მოვა დრო და ესეც გაირკვევა. მაგრამ თავარი ეს არის, აი ვისაც ჩვენ მაყურებელს ვინც ახლა გვიყურებს, არც ერთ სახელმწიფო მედია საშუალებას, არც რუსთავიორს, არც იმედს აი ეს საქმე, ეს დეტალები რაც ბრალდებულმა უძილაურმა მოყვა ამ საქმესთან დაკავშირებით, არ აქვს ასე ვთქვათ განიუსებული, რა ვიცი, როგორ უნდა თქვა, ქართულად. ამის რაც ვთქვათ, უდევთ რომ სადღაც წალკაში სოფიანმა ძაღლმა დაკლინა ნახირი თუ რაღაც ამას ყველაფერს თავი დავანებო, ძალიან მარტივად დავსვათ კითხვა. მანამდე პირველივე დღეს რომ მივარდით კოტე მიხაძის ოჯახში. ის ხო ყველაფერი გააშუქეს და კოტე მიხაძესთან რომ მიდიოდნენ სახლში. კაცთან, რომელსაც ჯერ როგორია, ხო, როცა დარწმუნებული ხარ შვილების უდანაშაულობაში და მე კიდე ამყვების მე და ეხლა რატო არ მიდიან? ეხლა მივიდნენ. აი ეხლა მივიდნენ კოტე მიხაძესთან სახლში. მივიდნენ და ჩაწერონ. და ეხლა უთხრან, ბატონო კოტე, სხვა შორის ერთ-ერთ ჟურნალისტს მე არ მიდიხარ დავასახელო. როდესაც იყო მისული კოტე მიხაძესთან, ბატონ კოტესთან, კოტე ძიასთან, ასე ვიტყვი, იმიტომ რომ მაინც ისეთი ну ის კაცი კიდე საერთოდ სხვა ადამიანია და სხვანაირად, ანუ მე ჩემი დამოკიდებულება ბუნებრივია მაქვს და მithumetes ამ ოჯახის მიმართ და არაერთხელ ვთქვი, რომ ძალიან დიდი როლი აქვს ამ ოჯახს იგივე ჩემ როგორ ჯანმრთელობაშია, ცოცხალიც რო ვარ და ზოგადად აი ამ ბოლო პერიოდში იმ ბევრი რაღაცა ტრავმის მერე რაღაცები რო გადამელახა და რაღაც შემდგარი ადამიანი რო ვარ, ეს ძალიან ბევრია დამოკიდებული კოტე მიხაძესი და არა მარტო კოტესი, მათ შორის სხვა შორის გიორგის და დათუნას, მაგრამ ეხლა რატო არ მიდიხართ ჟურნალისტებო და რატო არ უსვამთ ეხლა ზუსტად იმ გამძაფრებით კითხვებს რომ აი თურმე აღიარა კაცმა რა იყო მოტივი გელა უძლაურმა აღიარა ეს მოტივი რა იყო რატო არ ამბობთ ეხლა და ეხლა მიდიდე ეხლა გამოვართ ინტერვიუ კითხეთ რომ ბატონო კოტე აი ეს ცილის კამპანია რო იყო ეხლა როგორ შეაფასებთ ეხლა რა სიტყვით ნუ აი ამას ყველაფერს დავანებოთ თავი არის ერთი რამე და ისე უბრუნდები იმას გელა უძილაურიც ამ ჩვენებამ რომელსაც დიდი ხანი ელოდებოდა თვითონ და აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ იმას სასამართლო პროცესზე აანონსებდა ზუსტად მე ვიტყვი სიმართლეს აი ამ სასამართლო პროცესზე თავდაყირა და აყენა არა მხოლოდ პროკურატურის ჩვენებები და ასე შემდეგ რაც მანამდე იყო და ის რა ქვია ბრალდებები რაც იყო სრულად უდანაშაულო ხალხზე არამედ აი ამ ადამიანების უდანაშაულობა დააყენა და ეხლა არის პროცედურა და ბუნებრივია საზოგადოებამ უნდა გაიგოს სიმართლე უნდა გაიგოს ბოლომდე საზოგადოება იმიტომ რომ მთელი კამპანია მანამდე რაც მიდიოდა ამ ადამიანებს ამ ოჯახის მიმართ ხო განსაკუთრებით კოტე მიხაძის ოჯახის მიმართ და ვიცი ჩვენ აი
საერთოდ რა მოტივი იყო რო ახსენებდნენ ან და რო აკავშირებდნენ ოთარ ფარცხალაძეს და ხან იყო შეკვეთილი ხან იყო ასე შემდეგ აი ამის ეს დააყენა ამოიყვანა სიმართლე და აუცილებლად ბოლომდე იზენებს მეგობრებო ჩვენ ყოველ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივადევნოთ ამ საქმეს ისევ თვალყური და ალბათ უფრო გაათმაგებული ენერგიითაც რომ მართალია შენ სწორად აღნიშნე მერაბ რომ ამ ჩვენების მე აი თეორიულად რა შეიძლება ჩაეჭიდოს გამოძიება, მაგრამ დარჩენილია ბუნებრივია სხვადასხვა პროცედურული საკითხები, ამ ადამიანებს წინასწარი პატიმრობა მისჯილი აქვთ, ამ პატიმრობის გაუქმებას, მათ ასე ვთქვათ, საქმის შეწყვეტას, რა თქმა უნდა, თავისი პროცედურა აქვს, რა გზითაც დარწმუნებული ვარ მე, რომ პროკურატურა არ წავა და ის მაინც შეეცდება ბოლომდე, რომ აი ბოლო ვადამდე ეს ხალხი ყავდეთ პატიმრობაში, მე არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე, სადაც თუნდაც პროცესის დროს დადასტურებულიყო აი უშუალოდ პროცესის მკვლელობის დროს მხარის უდანაშაულობა სასამართლო პროკურატურა შესულიყო შუამდგომლობით რომ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე ასეთი არის. ხო, ნუ მურებრია, მაგრამ უახლოეს სასამართლო 27-ში არის დანიშნული გიორგი მიქაძის. ანუ არა მარტო გიორგი მიქაძის, ეს ნიშნავს რომ ყველა ამ საქმესთან დაკავშირებით ვისაც ბრალს დებდნენ, დანიშნული არის 27-ში, იმიტომ რომ მე ყველა სასამართლო პროცესს ვესწრებოდი, აკვირდებოდი ბუნებრივია, მაგასო თავიდანებოთ ძალიან ბევრი ადვოკატი იცავს, სხვათა შორის საკმაოდ ღირსეულად და ბევრმა ადვოკატმა კიდე ის რაზეც ხა ლაპარაკი მიდის უკვე და ხა უკვე გამოვლენ საჯარო და ჩვენც მოვიწვევთ ხო ჩვენ ეთერში პროცედურად არის რა 27 ნოემბერს გადაუტანეს გიორგი მიქაძეს და სხვა დანარჩენებს მათ შორის ეს ეხება დავით მიქაძესაც რომელიც არ არის საქართველოში და ჩაერთო ეს კაცი და ზუსტად ის ყველაფერი რაც მოყვა თუ გინდა აი უბრალოდ ნახეთ ახლა ნებისმიერმა ნახოს რამე სხვას ასაობს ხო რაღაც აი თითქოს მოვლენების როგორ ვითარდება და 27-შია ჩანიშნულ 27 ნოემბერს და მე იმედი მაქვს რომ ალბათ ეხლა ნუ პროკურატურა მესმის ეგ პრეცედენტი კარგად იცი ვინაიდან დასაბუთებულად რა ნუ აი გონივრული ეჭვი მაქვს მეც და აი რაზეც ცოტნე საუბრობდა რომ ამ საქმეს შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა პირების ინტერესები რომ აი კონკრეტულად ამ მიმართულებით წავიდეს საქმე რაც საუბარი არის მიქაძეების დანაშაულზე, ფარცხალაძის დანაშაულზე და აი ამ ხალხს შეეწმინდოს ხელი. როგორც ჩანს ეს ინტერესი რა თქმა უნდა არცად არ გამქრალა ამ ჩვენების შემდეგაც და ამდენად და ეხლა მართლა უკვე მნიშვნელოვანია რომ გაათმაგებული ენერგიით საზოგადოებას მივაწოდოთ მუდმივად სიმართლე ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოება ამ ჩვენების შემდეგ უკვე ისედაც არის ინფორმირებული და ხდება იმიტომ რომ ხა მართლა ადამიანი თვითონ ვისაც აბრალებენ ის ადამიანი ძალით ხო სხვათა შორის ერთ-ერთ პროცესზე გიორგის და დათოს ადვოკატმა და ადვოკატებმა თქვეს ერთი სასაული რამე რომ უკვე ჩვენო ეხლა როგორ ვართ იციო ჩვენ ეხლა ვამტკიცებთ რომ ვართ უდანაშაულებებიო და მტკიცებულება რაღაცა გითხარით ან რას როგორ დავებით ამას რა ფაქტებით არგუმენტებით მთელი პროცესიო ვიცავდო ჩვენ ვამტკიცებთ რომ ვართ udanašaulო რომ ეს ხალხი ტყილა არის და სხვა ორთვიანი პატიმრობის გაგრძელებაც ამ პროცესს ითქვა კიდე ეს რომ რა გამოდის ისევ არც გარეთ არ უშვებთ გიაოს გთავაზობთ მაინც არ უშვებთ გამოკითხვით არ კითხავ კაცს და რა გეტყავთ რა სხვა შორის ის შენ თქვი მე იმედი მაქვს რომ იმ ადამიანებში ვისაც აცდენდნენ და არასწორ ინფორმაციას ასვდნენ ამ საქმესთან დაკავშირებით მოგონს მოვა და სხვა შორის რაციონალურად მიუდგებიან საკითხს რომ სწორედაც რომ ეს იყო შეთეთქმელი და მოგონილი იმის გამო რომ ვიღაცეებს და განსაკუთრებით საზოგადოებას აი ეს პროპაგანდა რაც გამდე წასულიყო სხვაგან და მე იმედი მაქვს რომ შიგნითაც და გარეთაც მიხვდებიან ამას იმიტომ რომ აქ იგივე თქვა გიორგი მიქაძის დაკავებას აქ მარტო საქართველოში არ გამოეხმაურენ აქ გამოეხმაურენ სხვა ქვეყანაშიც და მისი ინტერესების და კონკრეტულად დაკვირვების მიზნით აქ იყვნენ ჩამოსულები სხვა შორის რომ ეს საქმე ობიექტურად გამოძიებულიყო იმიტომ რომ გიორგი მიქაძე როგორც ამბობდა პირველი პროცესზე ბოლო პროცესიც ამას იტყვის რომ ის სრულად უდანაშაულო იყო სხვა შემთხვევაში ის არ მოხდებოდა ისე რაც დღეს მოხდა რა თქმა უნდა და აქ არ არის აქ თუ არის ერთი მხრივ სასიხარულო თქვათ ბევრი ადამიანის იმიტომ რომ მათ ოჯახის კარებზე სამართალმა იზეიმა ხო ეს იმას ანიშნავს რომ აქ მეორე ნაწილია ეს კაცი ამ ჩვენებით აღიარებს ფაქტიურად და მიდის სამუდამო პატიმრობაზე და ანუ შიგნით თავების მარხვას რასაც ჰქონდა და ვიღაცები რომ გამოჩნდნენ აქ ჯონათანები და ისინი კარგად გაიგოს დღევანდელმა სახელმწიფომ რომ ესენი კარგს არაფერს მოუტანენ არც ხვალდა ზეგს სხვა საქმეში სხვა ბრალდებულებს მით უმეტეს უდანაშაულობებს და მე მინდა სიმართლემ სამართალი იყოს ყველასთვის ის რაზეც ვამბობდით და რაზეც გვინდა თქვა სხვა შორის დღევანდელი გაცემა დაგვეწყო კი დღეს და გველაპარაკა
მოდი, არ ვიცი გადავიდეთ. თუ მოვასწრებთ, მაგრამ არ ვიცი. მე მგონი მოვასწრებთ, მე მგონი რომ პირველ ნაწილს მაინც მოვასწრებთ ჩვენ შევეღოთ, ნაცების ამ თემას და უცებ გავიაროთ. მოდი აუხსნათ მაყურებელს რაზე ამ შემთხვევაში საუბარი. იმიტომ რომ ჩვენ ხუთზე უნდა დავამთავროთ ეთერი, იმიტომ რომ შემდეგ უკვე ადვოკატებთან მივიდივართ ჩვენ. როგორც საზოგადოებამ კარგად იცის და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, ყველა არჩევნების წინ ქართული ოცნების PR-ი იწყება როგორ და მთლიანად ეს PR კამპანია არის აგებული რაზე, რომ აი ჩვენ თუ არ მოგცემთ ეხა ხმას, ეხა მოდიან ნაცები და ან ვიქნებით ისევ ჩვენ, ან მობრუნდება ის რეჟიმი, რომელიც ამდენი ხანი 14 წელი ასე იწყებოდა. 14 წელი ასე იწყებოდა. და ნუ ეს კრიტიკა ჩვენს მიგვიღია სხვათა შორის, რომ აი რაღაც ფორმით ამ PR-ში ვარ ჩამჯდარი, მე არ ჩემ თავზე არ ვიღებ და არ ვიზიარებ ამ კრიტიკას, იმიტომ რომ არასდროს მე არავის ოცნების ნარატივი, ოცნების პროპაგანდისტები. პუტინზე აღარ ალაპარაკი ოცნების პროპაგანდისტები. ეგ ხალხი არის, ვინც აი უდანაშაულო ადამიანს მკვლელობას აბრალებს და ეხა მე ეგ დამაბრალონ, არ არის ეგ ჩემთვის ტრაგედია. არ არის პრობლემა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარი ხა ჩვენ რა გვინდა რომ ვთქვათ, მათ შორის დღევანდელი გადაცემით, როდესაც მორჩა 4 ოქტომბრის არჩევნები, ჩვენ მოვისმინეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილის მილოცვა ქართული ოცნებისთვის და ქართული საზოგადოებისთვის, სადაც მან ძალიან კაფიოდ განაცხადა ერთი რამ, რომ ნაცები კაც საერთოდ უკვე აღარაფერ შუაში აღარ არიან, აგენტურა მთავარი კიდევ უფრო დიდი ბოროტება დავამარცხეთო ჩვენ და მე პირადად ამან დამიტოვა შტაბ-ჭდილება და ჩვენ დაგვიტოვა შტაბ-ჭდილება, რომ აი მომავალი არჩევნები კიდე რომ მოვა ქართულ ოცნებას უბრალოდ აღარ უნდა ჰქონდეს სათქმელი ის, რომ აი ნაცები 1-2 ნაცი კიდე დაგვრჩა და აი ხა მოგვეცით ხმატორემ ისევ ესენი მობრუნდებიან. ჩვენი დიდი სურვილია და ყოველ შემთხვევაში ყველა კომპონენტი ამაზე მიუთითებს და მათ შორის ბატონი ბიძინა ივანიშვილის აი ეს განცხადებაც ამაზე მიუთითებს, რომ ქართულ ოცნებას მომავალში ეს არგუმენტი უკვე აღარ უნდა ჰქონდეს. მე მინდა შევთავაზოთ მაყურებელს აი ბიძინა ივანიშვილის მილოცვიდან ეს ფრაგმენტი, სწორედ ის მონაკვეთი, რაზეც ჩვენ გვაქვს საუბარი და საინტერესო იქნება თვითონ მაყურებლის მოსაზრებაც, აი თქვენ რა შტაბ-ჭდილება დაგიტოვათ. თქვენ როგორ გაიგეთ ეს? აუ უნდა მივახუჩით. მარტო ამ გილოცავთ და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ჩვენს ყველა ამომრჩევას. საერთოდ ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მოახერხა და საბოლოოდ გავსორდით წელში რომ მითქვენ, აი ეს არის რეალური შედეგი. თანამედროვე დაპყრობის მეთოდი. გახლავთ აგენტურა. აგენტურის საშუალებით ჩვენზე დიდმა გაცილებით განვითარებულმა ქვეყნებმა და ძალიან ბევრმა დაკარგა სუვერენიტეტი. ერთადერთი სახელმწიფოა, ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, რომელმაც მოახერხა და აგენტურა გაისტუმრა. თქვენ გახსოვთ 2012 წელს 2012 წელს ჩვენ დავძლიეთ ეს უდიდესი ძალა. ყველაზე ბოროტი ძალა, რომელიც ამას უდგა და ვინც ზურგს უმაგრებდა. თავში ყველას გვეგონა, ნუ რა გახდეს ნაციონალური მოძრაობა, არაფერ შუაში არ არის ნაციონალური მოძრაობა. ერთადერთი სახელმწიფო, ვინც მოახერხა დაპყრობილი, გარედან მართული უდიდესი ძალით, ჩვენი ერთობით მოახერხეთ და გავისტუმრეთ და ნელ-ნელა ვიბრუნებთ სუვერენიტეტს. დიახ, ეს იყო ვიდეო მერაბ და მე მინდა შენთან გადმოვიდე შეკითხვით, იმიტომ რომ შენი ვიდეო იყო წინა გადაცემიდან, რაც აი გავარდა ვიდეოს. კონდა დიდი გამოხმაურება საზოგადოებიდან, ზუსტად აი ამაზე გქონდა შენ საუბარი. დაგჭა შენ ის შტაბ-ჭდილება, რომ მომავალში ქართული ოცნებისგან ეგ არგუმენტი, ეგ ნარატივი, ეგ მოწოდება, რომ აი ამის ხსენება. ხო, საერთოდ ამის ხსენება, რომ ან ჩვენ დაგვიჭირეთ მხარი, ან აი ნაცები მობრუნდებიან, აღარ უნდა იყოს. ქართულ პოლიტიკაში ნაცები დაასრულდნენ. დაგჭა თუ არა შენ ბიძინა ივანიშვილის აი ამ გამოსვლიდან ეგ შტაბ-ჭდილება და ავხსნათ რას ნიშნავს ეს მე უკვე ქართული პოლიტიკისთვის. დიახ, სხვათა შორის აი მე მინდა მართლა დღეს ატო გავუშვით ხა ეს ვიდეო. წინაზე ჩვენ ვიდეო არ გაგვიშვია, იცით ჩვენი გადაცემიდან ამოჭერით ის მონაკვეთი, სადაც მე უბრალოდ ვამბობ სწორედ ამ ვიდეოზე და მე აი პირადად მე მართლა მინდა რომ საბოლოოდ ისე გავიგეს, როგორც ალბათ მე მინდოდა კი არა მხოლოდ, არამედ მართლა როგორც აუცილებელი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში, ხო, მე ესე გავიგეს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის, ანუ ეთყობა ამ კაცს, რომ არის გახარებულიც, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება არ გიხაროდეს მართლა თუ და მაგის ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა აქ აღარაფერ შუაშია, აი ხო ნახეთ ვიდეო, რაღაც შუაში. აქ არის მთავარი საქართველოს მოსახლეობას, ქართულ ხალხს ულოცავს
საბოლოო დამარცხებას. ნუ მისი აგენტურით. რასაც აკეთებდა ეს აგენტურა, ვიცით, არ მჭირდება არანაირად არც ბატონი ბიზნესაშვილის ადვოკატურა, არამედ მე პირადად ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს ეს. მე გავიგე ასე. მაინტერესებს როგორ გაიგო საზოგადოება. ამასთან ერთად მევე ჩემივე ასე ვთქვათ, ჩემივე არგუმენტი არის ისიც, რომ კომისია, რომელიც შეიქმნა, ქალბატონი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა მთელი 4 თვე მიდიოდა ეს კომისია, რომელშიც მე ვიყავი ასევე მონაწილე, სადაც ასევე ჩემი გამოსვლა, ჩემ პატიმრობასთან დაკავშირებით, ისიც საკმაოდ დიდმა საზოგადოებამ ნახა და ყველა მოიწონა და არ ვიცი, ანუ ზუსტად მოლოდინი მაქვს იმის, რომ ეს კომისია იქნება ბოლო ლურსმანი იმაზე, რაც ბატონმა ბიძინოვეშვილმა თქვა. აი ბოლო ლურსმანი რო ამბობენ ხოლმე ესე კუბოს პიცარზე, სადაც პოლიტიკურად მორალურად, ზნეობრივად, არ ვიცი, ყველანაირად საზოგადოებისთვის, იმ დანარჩენი დიდი ნაწილისთვის, რომელიც ვართ მონაწილე იმ ბოროტების დამარცხების ბიძინა ივანიშვილთან ერთად, დამთავრდება. მე ასე გავიგე, მინდა ასე იყოს. აღარ შეიძლება, ანუ თუ ვცდები, ეს კიდე სხვა საქმე. სხვა შორის აი მერაბ კომისიასთან დაკავშირებით სურპრიზად მეც ეგ ვიდეო მქონდა მომზადებული შენი გამოსვლა კომისიაზე, მინდა უბრალოდ ვაჩვენოთ მაყურებელს, სადაც პრინციპში აი იმას საუბრობ, რაც დღეს აი ამ ვიდეოთი სწორედ ბიძინა ივანიშვილის აი ამ მილოცვით გახდა აქტუალური. მოდი შევთავაზებ მაყურებელს ამ ვიდეოდან ამონარით და ერთად შევაფასოთ. თავარი მიზანი არის, რომ კომისიის შექმნის არსი, რაც არის სააკაშვილი, პირადად მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია, ასე ვთქვათ, არ იყოს როგორც პოლიტიკის აქტორი, რომელიმე აქტორი და შესაბამისად სააკაშვილმა თავიდან ბოლომდე პასუხი აქვს. ერთადერთი რასაც ველოდები და რასაც ვითხოვ და ალბათ მოვითხოვ კიდეც, რომ ის განაჩენი დადგეს, რაც თქვენ თქვით, ქალბატონო თია, რაც საზოგადოებას თქვენ უთხარეთ. იმიტომ რომ მეც ერთ-ერთი მონაწილე ვარ, შეიძლება პატარა ჭანჭიკი ვარ, ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ჩემ პირად ტრაგედიაზე ამ გადავდებ, რომ ის კაცი, რომელიც დღეს იქ არის, საბოლოოდ გასამართლეს ისე როგორც საჭიროა და მისი პარტია. დიახ, ეს იყო ამონარიდი, თეა წულუკიანის კომისიას რო ეძახის. კი ბატონო, მადლობა რომ ძალიან ცოტა გაუშვი, იმიტომ რომ ეს არ არის აქ ხალხი იყო გამოსული და საზოგადო კარგად ნახა და ეს კიდე არის ნაწილი იმ ადამიანის ოჯახის წევრებისა, ვინც ელოდება და როგორ ელოდება და რაც გადაიარეს კომისია მიწის. მე რატო ვამბობ, ამას კითხოს რატო სვა? მე მგონია თენგო და ყოველ შემთხვევაში ის კი არა მარტო სურვილია, ჩემი. აუცილებელი, აი ეგზისტენციალური საკითხი რჩება, რომ ბიზნესში რას თქვა რომ დამთავრდა, მართლა დამთავრდა საცეო მოძრაობა. ოღონდ დამთავრდეს იმ ყველა თავისი, რა ქვია, პატარიდან დაწყებული პატარა ასაკსავრობო, აი გაგრძელებები დამთავრებული, აი მთელი ეს მეტასტაზი, კიბო, აი ეს რაც არის გაგრძელებული, უნდა დასრულდეს. მე ასე გავიგე. ამის აუცილებლობა არ შეიძლება სხვანაირად ოცნება მიდის და თუ ეხლა ვიღა ჩვენ რო ეხლა ერთ თვეში ან თქვა 28 წლამდე 28 წელს ხო საერთოდ კიდე რომ მოვისმინოთ, იცი რა, ბოლომდე ვერ შევძელით მე რა. ეს იქნება უბრალოდ დანაშაული. და ეს დანაშაულია, რომელიც უკვე ჩამოაყალიბებს, მე არ ვიცი, აი ავადმყოფობა ჩამოყალიბდება. ოცნება როგორც აი რაღაცა ამორფული რაღაც გახდება, სამწუხაროდ და საზოგადოების ნაწილი გახდა, ანუ მე რამდენჯერ მივიდე და რამდენჯერ ვილაპარაკოთ აქ, რამდენჯერ მოისმინოს ერთმანეთის ტკივილი. მაგრამ მე რა, აი, ახალაიას გამოჩენა ეხლა ამ პროცესში, შენ არ დაგიტოვა ის განს და მოდი, ცოტნე ყავს აქ მეზობლის ბავშვივით და რაღაც. კი ბატონო. აი, მართლა მაინტერესებს, ცოტნე ვიცი ჩვენ ერთმანეთთან ამ თემებზე გვისაუბრია და ეს აზრები, მაგრამ შენგან მაინტერესებს. ახალაია გამოჩნდა ეხა პროცესში, მან სუში ჩვენებებიც მისცა, ასევე მისი მეუღლეც იყო დაბარებული, ასევე მოვისმინეთ ამარ ჩერგოლეიშვილის განცხადება, რომ ნამდვილად ახალაიას სახში რაღაცეები პირდაპირ ეთერში მისცა ჩვენება ფაქტიურად ადამიანმა. აი, ცოტა არ იყოს ეს გადატრიალების თემა, რომ დამთავრებული იყო იქ, რომ აი ღობე გადაჭრილი ბოლო-ბოლო ჯერ ხო საერთოდ ის არის, აი ყველაფერში რო უნიკალურები ვართ ქართველები, ადამიანები რევოლუციას აწყობდნენ. ესეთი ამბავი ხდებოდა 50 კაც პასუხისგებაში მთელი ამბავი და ბოლო-ბოლო ეტენება ვიღაც ვარჩიქს. ეგ ამბავი რომ ღობე არ იყო წესიერად ასვარგებელი. აი საოცრებაა, მაგრამ აი ტრაგედია. ეგ რომ მან დამთავრებული იყო, ჩემთვის პროცესი მორჩებოდა, მაგრამ აი ახალაია შემოყვანა პროცესში ყველაზე უფრო დისკრედიტირებული სახის ალბათ ნაცების, რომელიც აქამდე იყო გაყურსული, არსად მისი ხმა არ გაგვიგია, არსად ის არ გამოჩენილა, მაგრამ აი ეხლა
თვითონ სუს იაკეთებს ამას, რა საკვირველია რომ სუს აქ მასალები ყველაფერი, სუს შემოყავს საქმეში ახალაია. იბარებენ მას დაკითხვებს, ის რა თქმა უნდა ყველაფერს უარყოფს, მაგრამ არ გიჩნდება განცდა, რომ აი ეს არის ზუსტად ის დატოვებული კუდი, რასაც შეიძლება შემდეგ ქართული ოცნების ეს პიარი კვლავ ჩაეჭიდოს და ჩვენ ხვალ და ზეგ და მაზეგ კვლავაც მოგვიწიოს იმისი მოსმენა, რომ აი ხალხო თურმე ნაცები დამთავრებული რო გვეგონა, კიდე ყოლიათ აქ ვიღაცა კუდები და არიქა ეხა დავირაზმეთ ქართულ ოცნებას ხმა მივცეთ, თორე კვლავ ნაცები მოbrunდებიან. აი ეს არის ის სცენარი, ის მე ყველაზე მეტად აი მე გეტყვი მაგს შეიძლება იქ სცენარი მოხდეს, მაგრამ აი ბიძი და ივანიშვილი რო გამოვიდა და ეხლა რაც ნახეთ ჩვენს და მაყურებელმაც ხო ყველამ დავინახეთ როგორი და ბედნიერი იყო ეს კაცი რა ხო ხიარული კარგი ხასიათზე და რატო როგორ შეიძლება ეს მე ხა აუხსნა და რა მინდა რომ თქვა უყურე სადღაც 80% აიღო თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ქართულმა ოცნებამ ხო ეს არის ასე ვთქვათ ბოლო მანდატი ხალხისგან რომელიც ქართულ ოცნებას მიეცა და მიეცა რისთვის აი ის რომ ამდენი ხანი ჩვენ 14 წელი არის ხელისუფლებაში ხარ 2024 წლის აპრილის თვემდე სანამ ბიძინა ივანიშვილი არ გამოვიდა და არ თქვა რომ ჩვენ აი ეს deep state-ი თუ რაღაცა დასავლური ძალები ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ თუ ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ ეს დაგვიჯდებოდა ძვირად ამიტომ ჩვენ მათ ვერ ვეხებოდით ვერაფერს ვერ ვაკეთებდით და გვიწევდა მათთან თანაცხოვრება ეგრეთ წოდებული კოჰაბიტაცია ხო ეს იყო გარედან თავს მოხვეული იმიტომ რომ თუ ეს არ იყო გარედან თავს მოხვეული და აგენტურას როგორც თვითონ ეძახის და არის კიდეც აგენტურა ხო ეს ხალხი ხო ამათთან შენი ნებით თანაცხოვრობ ესე იგი შენც ნაწილი ხარ იმ აგენტურის საბოლოო ჯამში ეგრე გამოვა ხო დღეს თუ ჩვენ გადავედით აი ამ ღია ბრძოლაზე ჩვენ გავიარეთ მეორე ფრონტის საფრთხე ჩვენ გავიარეთ 5ჯერ თუ 6ჯერ სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე და ამ ყველაფერს უძლებს ეს ქვეყანა და უკაცრავად პირველ რიგში უძლებს ქართული ხალხის სიბრძნისა და გონიერების ხარჯზე რაზეც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა და ხაზი გაუსვა ამ ყველაფერს ხო ეხლა არის ის ბოლო ეტაპი როდესაც ქართულ ოცნებას ძალაუფლება მიეცა იმისთვის რომ ჩვენ ხო აქამდე ქართულმა ხალხმა ეს ქვეყანა აქამდე მოიყვანა თავისი სიბრძნისა და თავისი გონიერებით და ჭკუით და რა ვიცი რაც გამოიჩინა ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ხო ეხლა არის დრო რომ რაღაცა მართლმა პარტიამ ხელისუფლებამ გამოიჩინოს ის ფხა ანუ ის ხო ესე ხო არ შეიძლება რომ ყოველ 4 წელიწადში ერთხელ გამოდიოდეს ხელისუფლების წარმომადგენელი და მადლობას უხდიდეს ქართულ ხალხს კი ბატონო ქართულ ხალხს უნდა უხდიდეს მადლობას მაგრამ რისთვის ხო ქვეყნის მართვა ამ ხალხს ჩააბარა თავრობა ჩააბარა ქართულმა ხალხმა იმისთვის რომ ეს ქვეყანა მართოს და პირიქით გამოდის თითქოს რომ ეს თავრობა გვიხდის მადლობას იმისთვის რომ აი ჩვენ აი ვეხმარებით გადავარჩინეთ კიდევ ერთხელ ქვეყანას თავრობას და ყველა საკუთარი თავებიც გადავირჩინეთ ესე აღარ უნდა გაგრძელდეს ვეღარ გაგრძელდება უბრალოდ უყურე ამის თქმა მინდა ვეღარ ის რომ ეხა 3 წლის მერე 2028 წლის არჩევნების წინ ქართული ოცნებიდან ვინმე ბიძინა ივანიშვილი კი რა ვიც გინდა იყოს ხო ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს ვიტყვამ რომ ყველაზე დიდი ავტორიტეტი მაინც მოსახლეობის თვალში დღემდე ბიძინა ივანიშვილს აქვს ბიძინა ივანიშვილსაც აღარ დაეჯერება აი ის გამოსვლა რომ გამოდით ეხლა და ისევ ნაცები არ მოვაბრუნოთ 2008 წელს იგივე რო თქვას ეგ აღარ იმუშავებს გამოდის 14 წელია და 2018 წელს იქნება 16 წელი 2028 წელს იქნება 16 წელი რაც ძალაუფლებაში ხარ ხო მე დაგიშალე რომ და ეგრე ხო კომისია შექმენი სადაც აგერ მერაბიც იყო ვაჩვენეთ ეს ვიდეო ხო კომისია შექმენი გამოიძიეს საქმეები გააკეთე დაასკვნა და საკონსულტაციო სამართლოს უნდა გადასცე ხო როგორც დავკვირდი ხო ეს გააკეთე აგერ ფაქტი გაქვს უკვე პირდაპირ ეთერში ერთმანეთს ადებენ ხელს ოპოზიცია ჩერგოლეიშვილი იძახის რომ ბაჩო ახლა იკერა სააკაშვილიც იყო საქმის კურსში პირდაპირ მე კი არ ვიცი ჩერგოლეიშვილმა თქვა ხო ფორმულაზე და სხვაებიც გადმოდიან სანიკიზე ლევან სანიკიზე გამოდის და სახში წასულა თურმე და იქ არ იყო და დანარჩენები ყოფილან ნუ იქ ხო იქ არის რაღაცა ეგ რაც ხდება თუთაშხიაში რომ კაცი ჭამიები გამოყავთ იმაში ვირთხები ყავთ აი კაში აი დაახლოებით ის პროცესი მის ახლა ოპოზიციაში ყველაფერი აქვს დღეს ოცნებას იმისთვის რომ ის დაპირება იქნება თუ ის რაღაც აუცილებელი საქმე რასაც ქვია აი ამ მართლა აგენტურის და მეტასტაზის რომელიც ქართულ სახელმწიფოს უკვე რა ვიცი 20 წელზე მეტია ზედ აზის და წოვსის აი ამ ყველაფერსგან საზოგადოება და ქვეყანა გაანთავისუფლოს და თუ ამას არის იზა ანუ როგორი არჩევანი დადგება იცი რაღა აზრი აქვს ახლა 16 წელი თუ იმის შიში მაცხოვრე რომ ნაცები მოbrunდებიან და ამით ამომხადე სული და გასაქანი არ მომეცი, განვითარების საშუალება არ მომეცი, სიახლის საშუალება არ მომეცი, ბოლო იტყვის ეს ხალხი რომ მოვიდეს ის ნაცები მეტი რაღა უნდა 16 წელი თუ იმის შიში მაცხოვრე რომ ნაცები მოვიდნენ ბოლოს და ბოლოს ეს ნაცები და კი ერთხელ თუ გადავაგდეთ და დავეტაკეთ და წავაქციეთ მეორეჯერაც წავაქცევთ როგორც შენს გარეშე უკვე ხო? აი აქამდე არ უნდა მიიყვანოს ქართულმა ოცნებამ ამას კიდევ ერთი არგუმენტი, რასაც შენ საუბრობ, რომ
ეხლა შეიძლება მართლა საზოგადოების რაღაც ქართულმა ოცნებამ თუ არ გააკეთა რადიკალური ცვლილებები თავის პოლიტიკაში, დატოვა იგივე კურსი, იგივე ნარატივები, იგივე ასე ვთქვათ PR კამპანია რაც ჰქონდა აქამდე, ნამდვილად ეს ვეღარ იმუშავებს ვერც ერთ ვარიანტში, იმიტომ რომ ეხლა როდესაც მის ხელში არის ერთპარტიული პარლამენტი. პარლამენტი მარტო თვითონ არის. 64 მუნიციპალიტეტში აბსოლუტური უმრავლესობა 70-დან 80%-მდე მხარ ამ ხელა ლეგიტიმაცია შენ თუ არ ყოფნის, იმიტომ რომ 16 წელია რაღაც ეგ საქმე დაასრულო და როდესაც უკვე ყველანაირი მტკიცებულებები გიდევს. წვირთი, ნუ მაშინ მართლა შენ არსებობას რა აზრი აქვს, ესე იგი მართლა მატყუებ. და თან მეორე კიდე რა არის ახლა კიდე მთავარი რომ როდესაც ერთპარტიულ მმართველობაში მოუწევს ქართულ ოცნებას დაახლოებით 3 წლის გატარება, არსაიდან არანაირი შემომდავებელი რო არ ეყოლება, რა თქმა უნდა ეს პრობლემები კიდევ უფრო მეტად მოიმატებს რა საზოგადოებაში, სოციალური პრობლემები, რა თქმა უნდა ნიჰილიზმი მოიმატებს საზოგადოებაში, იმიტომ რომ პოლიტიკურ ველზე არავინ აღარ არის ოპოზიციაში, ვის მიმართ შეიძლება ოპოზიცია უნდა გაჩნდეს, მაგრამ ეს წანაზარდი უნდა ამოიკოთოს. მე მესმის შენ რა, ეგ საფრთხები არსებობს და ოცნების გაჩნდება ქართულმა ოცნებამ თუ დატოვა ეს პიარი ისე იგივე მიიღებს იმ შედეგს რომ ქართულ საზოგადოებაში ჩამოყალიბდება აზრი რომ ოღონდ ეს წავიდეს და ვინც გინდა იგივე მიშამოდეს. აი ეს საფრთხე უდგას დღეს ქართულ ოცნებას, ამას თუ ისინი ვერ აცნობიერებენ, ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს რომ აი განსაკუთრებით ეს თეატრულუკიანის კომისიის საკითხი რაც იყო დაპირება, სხვა შორის დაპირება იყო რომ სექტემბრის თვეში უნდა შეეტანათ არჩევნებამდე მერე გადადეს ოქტომბრამდე საკონსტიტუციაში შეტანა. დეკემბერში შეიტანონ, ოღონდ შეიტანონ და დაიწყონ ეს პროცესი. ამ პროცესის გადავადება მე ვფიქრობ საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია და აი მე რა აზრის მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით, უნდა დღეს ხდებოდეს სწორედ იმ საკითხზე, რომ ქართულმა ოცნებამ აი კონკრეტული დაპირება შეასრულოს თეატრულუკიანის კომისიის მიერ დადებული დასკვნის საფუძველზე მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა, როგორც აი ეს პოლიტიკური ორგანიზაცია. ამას თუ არ აკეთებს ხელისუფლება, ამას თუ არ გააკეთებს ხელისუფლება, მაშინ მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს დამრჩევაში დავიჭრილება, რომ აი მომდევნო არჩევნებზეც კიდე უნდა გვასმენონ არიქა ნაცემ მოდიან. ხო, აი სწორად კარგად შენ კარგად თქვი არ აკეთებს. მე ვეღარ ვიტყვი ვერ აკეთებს. ნუ თავიდან ვამბობდით ვერ აკეთებს. მართლა 2012 წლიდან 14 წლამდე ვერ აკეთებდა. და ვიცოდით. ეს იყო ახსნა. კი ბატონო. უყურე მე რა შორის ჩვენც ვიცით. პირველი პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი უსუფაშვილმა ეს პირადად თქვა. კოჰაბიტაციის პირველი ავტორი თვითონ იყო. 2016-დან ის 4 წელი რაც იყო პარლამენტი, ესეც ვიცით. ბოლოსკენ დაიწყო, ირაკლი ღარიბაშვილის დროს დაიწყო ჩვენ რამდენჯერ ვთქვით ეს, აი რაღაცა ბრძოლა ამ დიპსტეიტზე. ეხლა თვითონაც აღიარა, აი მაშინ ვერ აკეთებდა. შენ რო თქვი არ აკეთებს, თუ არ გააკეთა. ეს კი მე მიმანიშნებს იმას, რომ აქ სხვა ძაღლის თავია დამარხული. დავაზუსტებ რა. მე არ მინდა ირაკლი კობახიძეზე ეს მიფიქრო. რო თქვა რაღაცა გარიგებაშია, რაღაცა ისე კოჰაბიტაციას თვითონ აღარ თხოვენ. ევროპელები და ამერიკელები პირდაპირ სიტყვით გვაგინებენ ხალხო. ჩვენ სუვერენიტეტს კი არ გვაპარაკი, მაგრამ შენ რას თქვი? მართლა არ მინდა ირაკლი კობახიძეზე ეს ვფიქრო. თუმცა დანარჩენებზე ამას ვერ ვიტყვი. დანარჩენები მართლა არიან ნაცი პორტირებული ნაცები, რომლებიც სასამართლო სისტემაშიც იყვნენ და ასევე საგამოძიებებში და პოლიციიდან და ვანო მერაბიშვილის და ადეიშვილის პორტირებული ნაცი რო ყავს აქ მაღალ თანამდებობაზე. იმაზე მაპატიე და მე რაღაც ეჭვრო შემპოროს კი ბატონო. კობახიძეზე არ მეპარება თქვა ეჭვი და რაზე ლაპარაკი ბოლო მამისზე არ შემეპარება ბატონ გიას ვიცნობ ახლოს და ნუ ვიცი რაღაცა რა მოძრაობიდან მოდის და ეთებიდან დაწყება რაღაცა ნუ ბავშვობიდან მახსოვს იმიტომ რომ გია ჭანტურია ცხოვრობდა იმ კორპუსში სადაც მე დავიბადე გავიზარდე და ეხლა 7 ნოემბერს ხავს ბოლო 7 ნოემბერს დაარბიეს ეს კაცი ბოლო გია ამიტომ ვერ ვიტყვი მე კობახიძეზე ირაკლიზე ამას მაგრამ აქეთ ხარეს მე ვერ დავდებ თავს ისეთი პორტირებული ნაცები არიან და მაღალ თანამდებობებზე ამიტომ ის რო არ აკეთებს, მაშინ ვიტყვი რომ შეგნებულად არ აკეთებს. და ეს არის მოღალატეობა. სხვა სამი არგუმენტი არსებობდა აქამდე, აი მაყურებელსაც უთხრათ, სამი არგუმენტი არსებობდა, რატომაც ვერ ვაკეთებთ ნაცების გასამართლებას იძახდა 2012-დან. ეს არის პირველი, ეს იყო აგენტურა, საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც ამ ჯგუფს ჰქონდა, ეს არის აგენტურა პირდაპირ, რაზეც თქვა ბიზინა ივანიშვილმა, რომ საბოლოოდ დავამარცხეთ. მეორე ეს იყო არჩევნებში ამ ხალხის ლეგიტიმაცია, იმიტომ რომ მართალია ისინი ვერ იგებდნენ არჩევნებს, მაგრამ 20-25%, 30% აი აგერ მელიასა 40% მხარს უჭერდა და ეხლა უნდა ვაღიაროთ ყოველი მეოთხე ნაცი იყო აგერ ბოლო არჩევნებსაც მე ვიყავი გდანში მაჟორიტარი მელია ესე კობიაშვილი ესე იგი მელია და მე
სამი ადგილზე მესამეზე გავედი მე რა შემთხვევაში შეიძლება მე გავსულიყავი მესამე ადგილზე დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დანის ამომრჩევას მართლა არ მიცხოვრია იქ ერთი დღე და რაღაც მაგრამ იქ სწორად იყო იქ არის არ ვიცი კობიაშოს თავის უბანზე მოუგო მელია ეს სიმართლე უნდა თქვათ ხალხო საზოგადოების ლეგიტიმაცია ქონდა მართლა ლეგიტიმაცია და მესამე არგუმენტი რატომაც ვერ ხდებოდა სამართლებრივი საფუძველი არ იყო კი ბატონო დღეს კომისიამ ხო დადო სამართლებრივი საფუძველი დღეს პირველ ყველაფერი არსებობს ეს თეატრულია საკ ყველაფერი ჩემი იმის მონაწილეობა აგენტურა ჩამოშლილია რა თქვა ბატონმა ბიზინა ივანიშვილმა დამარცხებულია საბოლოოდ ანუ საერთაშორისო მხარდაჭერა აგენტურა აღარ არის პრობლემა მეორე არჩევნებში ეს ხალხი საერთოდ არ გავიდა სადაც გავიდა კი ვნახეთ რა შედეგებიც მიიღო ანუ ლეგიტიმაცია და ბედნიერები წავიდნენ ციხეში თავისი ფეხით და მესამე სამართლებრივი საფუძველი ამ ხალხის აკრძალვის პირდაპირ კომისიამ საპარლამენტო კომისიამ იმუშავა და დევს რამდენიმე ტომის საქმე გამზადებული ანუ არგუმენტი რომ ქართულმა ოცნებამ გვითხრას რომ ამას რაღაცის გამო ვერ ვაკეთებ აღარ არსებობს აღარც აგენტურამ მფარველობა არსებობს აგენტურის მფარველობა არჩევნებში ლეგიტიმაცია ამ ხალხზე აღარ აქვს თვითონვე არ წავიდნენ იმ არჩევნებზე და მესამე რაც დავარე სამართლებრივი არგუმენტაცია სავსე არის როგორც მედია სივრცე ისე სასამართლო და ეხა აი რა არგუმენტი შეიძლება კომენტარი არის მოოცნებამ რატო ვერ ვაკეთებ კომენტარი დაგვიწერეს რომ რა უნდა ქნასო თავრობამო მარტივია კრიტიკაო რო აგზავნოთო ახალი ოპოზიცია გაჩნდებაო მერეო და ბიჭო აი ძალიან მარტივად დგას აი რა არის ეხა ოპოზიცია არის ეს ხალხი აგენტურა არის მოიცა ბატონო ქვეყნის პირველი პირი რა ვიცი ბიძინა რომელიც ქვეყანას ძირს უთხრის ომში მიერეკება რა ვიცი ადამიანის არადგურება და ესენი თუ არ გავაუქმეთ აბა დავიტოვოთ და მოვუხოთ ვალ რადგან ოპოზიცია არ ჩანს ამიტომ ესენი ხელოვნურ სუნთქვაზე ყავდეს და გამოჩნდება ესენი თუ ჩაიხსნებენ ის ოპოზიციას გამოჩნდება ეს ქვეყნის იწლები როგორ შეიძლება ცოტა იცი როგორ გამოჩნდება რა წინა ვიდეოში ვთქვით რაც საზოგადოება მოიწონა რა ვთქვით ჩვენ გამოჩნდეს უნდა ჯანსაღი სივრცე როგორც მედიაში რა თქმა უნდა არასამთავრობო სექტორში და ოპოზიციურ პარტიებში ჯანსაღი სივრცეს გამოჩენაში მე ფულს კი არ ვთხოვ ბატონ ბიზინა ივანიშვილს და მით უმეტეს ბატონ ბიზინა ივანიშვილთან მე მადლიერი კაცი ვარ თუმცა ესეც არ არის მარტო ცალმხრივი არ არის ჩვენც მასთან მისი შემოსვლით დანარჩენმა საზოგადოებამ 100%-ით მეტი გავაკეთეთ ერთად. აქ ბატონი ბიზინა ივანიშვილის ოჯახზეც იყო და რომ ვიცით რეების გაიარა. მაგრამ ჯანსაღი საზოგადოება შეიქმნას. მე პრობლემა კი აღარ მქონდეს რომ სოციალურ მედიაში რო ვიყო თუ არა. ეს კითხვა თუ ისევ გაჩნდა რომ მე ხა იმის გამო შეიძლება კარები გაიღოს შემოვარდეთ. ბატონი ვალერი კვარაცხელია მთელი 3 წელი გადაცემას ამთავრებ და მოვიდნენ თუ არა სტუმრებიო და ამის საფრთხე ხო გაჩნდა. კი ეხლა შევხედოთ მოდი მე თუ ისევ ამათ შენ თუ ამათში ისევ მე აქ იმაშები თუ არ გააჩინეს გაჩნდება ის ოპოზიციას და ყველაფერს დავიდამონებოთ კაცო ჩვენ ეთერში რამდენი კაცი მოდის რამდენი ადამიანი ახალგაზრდა და ხანდაზმული თქვა პოლიტიკური გამოცდილებით იღებს მონაწილეობას აქ საუბარი კი არა რაღაცა ამანდ ვინმე სხვა არ გონია რომ სოლიდარობა მშვიდობის რა თქვია პარტიაზე აქ საუბარი მხოლოდ და რაღა აქ ყველა ჯანსაღთაობაზეა საუბარი შეიძლება სოლიდარობა მშვიდობის პარტია საერთოდ აღარ იყოს და გაქრეს მაგრამ აქ არის ადამიანები კაცო იგივე ვინც ახლა დღეს არის თავმჯდომარე მიხეილ ჟღეტი იქნება თემურ პიფია იქნება თუ სხვა ადამიანები შეიძლება კაცო ვიღაცას მოუდეს ხო წავიდეს და რაღაცა ჟურნალისტურ ტელეწამყვანების ის შექმნათ რაღაცა რაღაც მოძრაობას ჩამოყალიბდეს. შენ თუ ამაში არ მომეც საშუალება და ამას არგუმენტს იმას ადებო რომ მე რა მოიცა ხა რა დროს მაგის დუარი აგერ ნაცემი მყავს დასამარცხებელი და თან თუ მე ამაზე შეგეწინააღმდეგე მე მითხარ რომ შენც ნაცი ხარო. ნუ ეხა დიდი ბოდიში მაგრამ ვინ არის ნაცი? დიდი ბოდიში ვინ არის ნაცი ეხა მე რომელიც ამ სტუდიაში ვზივარ დენგო ომანიძე შენ თქვა ჩემი ოჯახის პატრონი და სხვა დანარჩენი ვინც აქ მონაწილეობ თუ ეხლა ვიც ხელისუფლებაში და მაგალ თანადოებაზე დაწყებული პოლიციიდან ჩემ საქმეში მეგობრებო ჩემ საქმეში მე ვისაც უჩივი და სტრასბურგის გადაწყვეტილება რო არის გამოიძიოს პროკურატურა საქმე რო დევს იცით ვინა ვის ვადებ ხელს ეხლა მოქმედ მაღალჩინოსნებს რომლებიც ეხლა სხვათა შორის დააბრუნა ბატონმა ამუკამ დინარაძე ეხლა არანორმალურობა არ არის ჩემზე მე ვიღაცა იტყვის რომ შენ რა მთელი ცხოვრება გამოდიხარ და იბზვი და აქ ემოციები და ნუყვირი ხარ ადამიანი სულ არ მინდა არც ყვირი და წილი ჩემი პროფესიით გავაკეთებ გავაგრძელებ ყველაფერს მით უმეტეს ლუკმა პურს ვერ შოულობ იმ პროფესიით მაგრამ მიყვარს და ვინმე ხო არ შემიწუხებია არც ბიზინა ივანიშვილი შემიწუხებია არასოდეს არც მამუკამ დინარაძე შემიწუხებია და არც არავინ არ დამირეკავს ხო ამაზე ჩვენ ვილაპარაკეთ მაგრამ მე მინდა რომ საყოველთაო იყოს საზოგადოებრივი მარტო ტრანსპორტი კი არ არის საზოგადოებრივი სიკეთე მოაქვს სამართალს ობიექტურობას და სამართლიანობას
კი ბატონო. დიდი მადლობა. მაპატიეთ მადლობა, ემოციებს. მეგობრებო, ვფიქრობ, საინტერესო გადაცემა გამოვიდა. არა ისეთი, როგორიც დაგეგმილი ჰქონდა, იმიტომ რომ ცოტა მეტი ვიდეოც ჰქონდა მომზადებული გასაშვებად აი ამ ნაცების თემაზე და აი ამ თემაზე, რაზეც ბოლოს ვსაუბრობდით, გვინდოდა კიდე უფრო ამომწურავი საუბარი, თუმცა აი კიდე ერთხელ ვამბობთ ლევან ჯაგველაძის მკვლელობის საქმეზე უზილაურის მიერ, ანუ მთავარი ბრალდებულის მიერ მიცემულმა ჩვენებამ ყველაფერი თავდაპირა დააყენა, მათ შორის ერთი ვიდეო პროკურატურის ჩვენებაც და სხვა შორის ადამიანების გადაცემას მაგ მხრივ რომ საერთოდ სხვა დავიწყე. და უდანაშაულობაც იმ ადამიანების. ელისო კილაძე აქვეყნებს ახლა სასამართლო პროცესზე ესწრება ქალბატონი ელისო კილაძე და ნახეთ. იყო ამაზე სხვა შორის საუბარი და ვერსიები. ხონდა თუ არა მოკლო ჯანგოლაძე სიარაღი. როდესაც უძილაურმა ჩვენება მისცა, მან თქვა რომ მე არ ვაპირებდი სროლას, უბრალოდ მან იარაღი ამოიღო და აი არის ვიდეო, რომელიც სასამართლოზე არის ნაჩვენები, სადაც ნუ ოპერატიული სამსახურის სადაც გარდაცვლილის ვიდეოს იღებენ და მართლა იყო საუბარი რომ მას ედო ეგრეთ წოდებული პატარა იარაღი უბეში, საიდანაც აი ხედავთ და ეს ვიდეოც დევს, რო იცოდეთ. ამიტომ კი ბატონო, დიდი მადლობა მეგობრებო, იმედია საინტერესო ეთერი გამოგვივიდა და მაყურებელიც დარჩა კმაყოფილი ჩვენი საუბრის მოსმენით. მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის. 4 შაბათამდე დაგემშვიდობებით. ძალიან საინტერესო გადაცემა გვექნება 4 შაბათს, წინასწარვე დავაანონსებ. იმიტომ რომ როგორც ჩანს კიდევ უფრო მეტი დეტალი გახდება ამ დღეებში ცნობილი და ჩვენ შევეცდებით რომ ობიექტური სიმართლე მივაწოდოთ ჩვენს მსმენელს. მადლობა მეგობრებო, თქვენს დიდი მადლობა მონაწილეობისთვის და დაგემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის.